რამდენიმე დღის წინ სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმიური ინსპექტირება განახორციელეს ჭავჭავაძის გამზირი ნომერ 37-ში არსებული სკოლისა და საბავშვო ბაღის თანამედროვე განათლების აკადემია კვების ობიექტში. შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა. ლაშა თურაზაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორი შემოგვიერთდა. გადაცემაში დილამშვიდობის მოგესალმებით, საკმაოდ მძიმე თემა, საინტერესო საკითხი, ნახსენებია კრიტიკული შეუსაბამობა. რეალურად რასთან გვაქვს საქმე? მოგესალმებით, მივესალმებით კონსტანტინე მაყურებლებს, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ნამდვილად სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა, რამაც ფართო საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. აღნიშნულ ბიზნეს ოპერატორთან განხორციელდა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე. სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევის ფაქტები. ეს იყო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, ვადაგასული სურსათის რეალიზაცია და ასევე კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საჯარიმო სანქციით და ამავდროულად შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი. თქვენ ახლა რამდენიმე საკითხი აღნიშნეთ, რომელიც იყო კანონდარღვევით წარმოებული. თუ შეგიძლიათ რომ გაგვიმართოთ, რომელი რას ითვალისწინებს კონკრეტული ფაქტების აღწერილობა ძალიან საინტერესოა. კი ბატონო. არსებობს გარკვეული შეუსაბამობები, რომელიც არის მიჩნეული პირდაპირ სამართალდარღვევად, რაც ითვალისწინებს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაყენებას. პასუხისმგებლობა შეიძლება გამოხატული იყოს როგორც ფინანსური საჯარიმო სანქციით, ასევე სხვა ადმინისტრაციული სახდელით. ფინანსური ჯარიმა არის შესაბამისი თავისებურად სამართალდარღვევის შესაბამისად და აგრეთვე არსებობს სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები, როგორიც არის მაგალითად საქმიანობის შეჩერება. ახლა რო ახსენეთ საქმიანობა შეუჩერდაო, აქ იგულისხმება რომ ეს სკოლა აღარ არსებობს ამ ეტაპზე ვერ განახლებს ორი პუნქტით, მადლობას მოგახსენებთ კითხვის დასმისთვის, ორი პუნქტით აქვს შეჩერებული საქმიანობა ბიზნეს ოპერატორს. ერთის მხრივ საქმიანობას ახორციელებდა შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე და რეგისტრაციამდე შეუჩერდა საქმიანობა. ანუ ეს რას ნიშნავს? იყიდა პროდუქცია, რომელიც არ აღრიცხა? არა, მოგახსენებთ. ნებისმიერი პირი, რომელიც საქმიანობას დაკავშირებულია სურსათის წარმოება, გადამუშავება, დისტრიბუციასთან, ვალდებულია ჰქონდეს რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და განაახლოს იგი წელიწადში ერთხელ. ამ რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა არის მიჩნეული სამართალდარღვევად, ჯარიმდება შესაბამისი საჯარიმო სანქციით და უჩერდება საქმიანობა რეგისტრაციამდე. ამავდროულად დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა, რომელიც აგრეთვე გახლავთ საფუძველი საწარმოო პროცესის შეჩერებისა. ბიზნეს ოპერატორს ასევე შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. ახლა თუ სწორედ გავიგე კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, ანუ შეუჩერდა საქმიანობის პროცესი სკოლაში არსებულ კვების ობიექტს და არა სკოლას. სკოლა აგრძელებს ისე მუშაობას ფუნქციონირება, თუმცა იქ არსებული კვების ბლოკი, რა თქმა უნდა, შეჩერებული. მოდი უფრო დეტალურად რო გავიაროთ ეს საკითხი. კონკრეტულმა სკოლამ დაიქირავა კონკრეტული ბიზნეს ოპერატორი, რათა აღნიშნულ ობიექტზე ეწარმოებინა საქმიანობა, რომელიც უკავშირდება ბავშვების კვებას. და ამ ორგანიზაცია, ამ კომპანიამ დაარღვია თქვენი წესები და არა სკოლა. კი ბატონო, დაგიმარტოთ მაგას. შეიძლება თავად სკოლას ჰქონდეს ეს პასუხისმგებლობა აღებული და თავად უზრუნველყოფდეს ბავშვებს სურსათით და შეიძლება ცალკე კომპანია ჰყავდეს დაქირავებული ამ საქმის შესასრულებლად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რთულია კონკრეტული ხაზის გავლება, თუ ვინ არის კონკრეტულად პასუხისმგებელი სკოლის დირექცია, თუ კერძო პირები, რომელიც ჩართული იყვნენ ამ საქმიანობაში, თუმცა ფაქტია, რომ დაფიქსირდა აღნიშნული არასასრულელი ფაქტი. სკოლას ჰქონდა თუ არა ვალდებულება, რომ მონიტორინგი ეწარმოებინა? რა თქმა უნდა. სკოლას იქნება ეს კერძო თუ საჯარო, რამდენიმე სტრუქტურა უწევს სახელმწიფო კონტროლს. სკოლა თავისად ვალდებულია, რომ უზრუნველყოს ბავშვების უნებელი კვება. მათ შორის დადოს ხელშეკრულებები ისეთ კომპანიებთან, რომელიც ამ საკითხს მოუგვარებენ სრული პასუხისმგებლობით. გასაგებია, სამართლებრივ პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ერთი არის ეს ჯარიმები, სანქციები ასე შემდეგ, მაგრამ მეორეა ის, რომ ნამდვილად ძალიან მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ პირველ რიგში, იმიტომ რომ ბავშვების ჯანმრთელობას ეხება. პირველ რიგში მაინტერესებს თუ თქვათ აი რაღაცა შესწავლა თუ მოხდა, რა რაოდენობის ხორცპროდუქცია არის საუბარი და რა საფრთხის შემცველი იყო ის ბავშვებისთვის.
კი ბატონო, განგიმარტავთ ამასაც. მოხდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ვადაგასული სურსათის ამოღება ობიექტიდან, თუმცა კანონმდებლობაში არ არსებობს დიფერენცირება იმის თუ რა რაოდენობის ან რა პარტიის სურსათი იქნება ვადაგასული. ნებისმიერი სურსათი ვადის გასulis დღიდან ხდება ადამიანის მოხმარებისთვის უვარგისი. შესაბამისად, მისი ბაზარზე განთავსება არის პირდაპირ სამართალდარღვევა. ახლა მჩნდება აქ ერთი კითხვა. ეს ვადაგასული პროდუქცია სკოლამ შეიძინა თქვათ გუშინ პირობითად და ვადაგასული იყო და ამას არ მიექცა ყურადღება და წარმოებელი იყო არაკეთილსინდისიერი ამ შემთხვევაში თუ სკოლას უდევს დიდი ხანია და ის იყენებდა. ანუ სკოლამ იცოდა რეალურად? საკმაოდ საინტერესო კითხვა და დიდი მადლობა. ზოგადად ბიზნეს ოპერატორები შეიძლება იყვნენ არაკეთილსინდისიერები და მიაწოდონ სხვადასხვა ბიზნეს ოპერატორს პირდაპირ ვადაგასული სურსათი, ამისგან განსხვავებული არავინ არ არის. შეიძლება ეს დაუდევრობისგანაც იყოს. თუმცა ნებისმიერი ბიზნეს ოპერატორი ვალდებულია, როდესაც სურსათს მიიღებს, დარწმუნდეს, რომ შესაბამისობაშია ეტიკეტები, ვადები და სხვა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. რა მაინტერესებს, თქვენ ახლა პასუხისმგებლობაზე საუბრობთ. ეს პასუხისმგებლობა არის მხოლოდ ადმინისტრაციული სახის თუ შეიძლება აი ამგვარი დარღვევა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდეს, იმიტომ რომ საუბარია კვებაზე, საუბარია ბავშვებზე და შესაძლებელია რომ აი ამ თქვათ პროცესუალურმა დარღვევებმა ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს. დიდ მადლობას მოგახსენებთ კითხვისთვის. ეს მიჩნეული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ჩვენი კუთხით შესაბამისი საჯარიმო სანქციები ხორციელდება და სხვა ადმინისტრაციული სახდელები, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ფართო კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა უწყებებთან და გონივრული ეჭვის ან სისხლის სამართლის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მსგავსი ტიპის საქმეები გადაეცემა შესაბამის ორგანოს შემდგომი რეაგირებისთვის. თქვენ ხო არ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტულად ამ ფაქტის გამოვლენის პროცესში, ხო იყო თქვათ დაზიანებული ბავშვების ჯანმრთელობა, თუ თქვენ იმ ეტაპზე მიასწარით ამ პროცესს, სანამ თქვათ წარმოებაში ჩაეშვებოდა პროდუქცია? კი ბატონო, ამასაც მოგახსენებთ. როგორც ბავშვების მშობლებმა განმარტეს, ბოლო პერიოდში გახშირდა ამ ბავშვების ინტოქსიკაცია. როდესაც დადასტურებულ ინტოქსიკაციასთან გვაქვს საქმე, ანუ ჯანდაცვითი ან ნებისმიერი აკრედიტებული ლაბორატორია შემოვა ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია, იქ უკვე ერთვება ჯგუფური ინტოქსიკაციის სამოქმედო ოპერაციული პროცედურები. ამ შემთხვევაში უკვე ერთვება აკრედიტირებული ლაბორატორია და უფრო ფართომასშტაბიანად ხდება ამ საკითხის მოკვლევა. თუმცა, რამდენადაც შემთხვევით ცნობილია, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არ ყოფილა მსგავსი დეტალები გამოვლენილი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ მოკვლევა მიდის ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს ამასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს რუსეთის ეროვნული სააგენტო გააკეთებს. ანუ მოკვლევა რომ მიდის გასაგებია, თუმცა ნუ პირდაპირ ეს კითხვა მქონდა მე და დამასწარით ამის თქმა, მაგრამ რეალურად ერთი არ თქვენთან შემოვიდა შეტყობინება მშობლის მხრიდან, მაგრამ ეს მშობლის შეტყობინება რას ემყარებოდა? ამის შესახებ გააქვთ ინფორმაცია? რა თქმა უნდა. ნებისმიერ პირს, ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს აქვს უფლება მოითხოვოს არაგეგმული სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. შეიძლება მას ჰქონდეს გონივრული ეჭვი ან ფაქტობრივი ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით. რეალურად შინაარსობრივად ეს არის უბრალოდ ჩვენთვის საფუძველი რომ განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლი. დანარჩენს ადგილზე უფლებამოსილი პირები შეისწავლიან და უშუალოდ ობიექტზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს. იცით რა მაინტერესებს, მშობლებს აქვთ თუ არა უფლება რომ სკოლას მოთხოვონ შესაბამისი დაწესებულების შესაბამისობა კრიტერიუმებთან, რაც არის დადგენილი და აქვს თუ არა ვალდებულება სკოლას, რომ თქვათ ყველა მშობელი, ვინც არის დაინტერესებული, შეიყვანოს, ანახოს და თუნდაც თქვათ გაასინჯოს ის პროდუქცია, რაც აღნიშნული სკოლის მოსწავლეებსთან, თუნდაც ბაღის მოსწავლეებს აქვთ გადაცემული. კი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო შეკითხვა. ნებისმიერი მომხმარებელი უფლებამოსილია ფლობდეს ინფორმაციას იმ სურსათის შესახებ, რომელსაც მას აწვდის ბიზნეს ოპერატორი. რა თქმა უნდა, ბიზნეს ოპერატორს აქვს ვალდებულება, რომ ამის შესახებ დროული და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ ამაზე უარს განაცხადებს ბიზნეს ოპერატორი, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება დააფიქსიროს აღნიშნული საკითხი სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე და მოითხოვოს ობიექტის შემოწმება. აქ უკვე ჩაერთვებიან უფლებამოსილი პირები და ბიზნეს ოპერატორს უკვე საკანონმდებლო დონეზე აქვს ვალდებულება, რომ დაუშვას უფლებამოსილი პირი ობიექტზე და მისცეს უფლება შეამოწმოს. თქვენი დაკვირვებით აქ ნახსენებია, რომ განხორციელდა არაგეგმიური მონიტორინგი. არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელების დროს და გეგმიური მონიტორინგის განხორციელების დროს გამოვლენილი დანაშაულები, ესე ზოგადი ფრაზით რომ შემოვიფარგლოთ, არის თუ არა მეტი? კი, მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით. არსებობს პრიორიტეტული შემოწმების ობიექტები, რომელიც ყოველწლიურად მოწმდება გეგმურად არაერთხელ. მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ბაღები და სკოლები, როგორც საჯარო, ასევე კერძო. გეგმურად რამდენჯერმე მოწმდება წლის განმავლობაში ეს ობიექტები, თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს, როგორც გითხარით, აქვს უფლება მოითხოვოს სხვადასხვა ობიექტს.
თქვენ ამბობთ, რომ აღნიშნულ სკოლაში, რომელსაც ქვია თანამედროვე განათლების აკადემია, თქვენმა სააგენტომ ამა წლის რომელიღაცა თვეს ერთხელ და ორჯერ უკვე ჩაატარა მონიტორინგი? რა თქმა უნდა, და რამდენჯერმე დარღვევა არ გამოვლენილა. წარსული ნახეთ ბიზნეს ოპერატორის წარსული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არსებობს და შეიძლება მისი გამოქვეყნება, თუმცა ამის უფლება აქვს სააგენტოს, რადგან არ დავარღვიოთ სხვადასხვა უფლებები თვითონ ბიზნეს ოპერატორის. მაშინ ესე გკითხავთ, ესე მარტივად ვერ გაგიშვებთ ამ კითხვიდან. ამ სკოლას როდესმე ქონია თუ არა სამართალდარღვევა ამ მიმართულებით? აღნიშნულ შეკითხვას ვერ ვუპასუხებ, რადგან არ მაქვს უფლება კაცეთ. კარგი, მოდი არ გეტყვით რომ აუხსნათ ოპერატორებს და შესაბამის ამსახურებს რა რეკომენდაციები სჭირდება და რა პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეთ მათი საქმიანობა თუნდაც კვების ობიექტზე. მოდი უბრალოდ შევახსენოთ, დარწმუნებული ვარ რომ იციან ეს ყველაფერი, მაგრამ შეხსენების თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ესეთი გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია გაანალიზება იმისა, რომ საფრთხე იქნება ამდენ მუზარდს და პატარა ბავშვს. კი. თუ შეიძლება თან დამაზუსტებელ პასუხსაც გავცემ წინა შეკითხვას, რატომ განვმარტე ეს ასე. ჩვენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს უფლება მოვალეობა, რომ იმ შემთხვევაში თუ ადამიანის სიცოცხლის აჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, მოსახლეობის დროული ინფორმირება მოახდინოს და არა მხოლოდ საჯარიმო სანქციები. ეს გამოიხატა კიდევაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც აღნიშნული ფაქტი დადასტურდა, მყისიერად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ამის შესახებ ინფორმაცია. თუმცა თითოეული შეუსაბამობა, თითოეული დარღვევა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება განხილვის საგანი ფართო მასებისთვის. ამიტომ ასეთი მარტივი განმარტება გვაქვს, როდესაც არის სამართალდარღვევა, რომელიც უქმნის ადამიანის სიცოცხლის დაჯანმრთელობას რისკს, რა თქმა უნდა, სურსათის ეროვნული სააგენტო დაუყოვნებლივ ავრცელებს ამ ინფორმაციას. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ჩემს წინა კითხვას, კი ბატონო. ლაშა თურაზაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.